მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი და დღეს ვისაუბრებ კონტრაცეფციის შესახებ. ანუ ორსულობისგან თავის დაცვის სხვადასხვა საშუალებების შესახებ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი იმისთვის, რომ მიიღოთ უფრო მეტი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. კონტრაცეფციის, ანუ ორსულობისგან თავის დაცვის მრავალი სახეობა არსებობს. მე თქვენ ჩამოგითვლით რამდენიმე მათგანს, ყველაზე ძირითად მეთოდებს. ეს არის ჰორმონალური, რომელიც შეიძლება იყოს ჰორმონალური აბების სახით, ასევე ჰორმონალური პლასტირების სახით, როცა პლასტირი დაკვრა ხდება კანზე და ის გამოყოფს ჰორმონს, ასევე იმპლანტის სახით, რომელიც თავსდება კანქვეშ და ისიც გამოყოფს ჰორმონს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. და ასევე არსებობს ჰორმონალური კონტრაცეფცია ინექციების სახით. მეორე, ეს არის ბარიერული მეთოდები, რაც გულისხმობს კონდომებს, როგორც ქალის, ასევე კაცის. თუმცა ქალის კონდომი ძალიან იშვიათად გამოიყენება, პრაქტიკულად ჩვენს რეალობაში, ჩვენს ქვეყანაში ამას გამოყენება თითქმის არ აქვს და ძირითადად გამოიყენება მამაკაცის კონდომი, რომელსაც ეწოდება პრეზერვატივი. მესამე, საშუალოსნოს შიდა საშუალებები, სპირალი ეგრეთ წოდებული, რომელიც თავსდება საშუალოსნოს ღრუში. ის არ გამოყოფს ჰორმონს, თუმცა არსებობს სპირალი, რომელიც გამოყოფს ჰორმონს და მას ორმაგი მოქმედება აქვს, ანუ გამოყოფს ჰორმონს და ამავე დროს მექანიკურ გავლენას ახდენს საშუალოსნოს ღრუს ქსოვილზე და შედეგად ორსულობა არ დგება და ასევე ჰორმონების მეშვეობით მას აქვს სხვა სამკურნალო ეფექტი, რომელსაც ექიმი ნიშნავს საჭიროებისამებრ. ჰერმიციდები, ეს არის აბები, რომელიც თავსდება საშოში, სქესობრივ აქტამდე ცოტა ხნით ადრე და მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ეს აბები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აქვეითებენ სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობას, როდესაც ისინი ხვდებიან ქალის საშოში და შედეგად ისინი ვერ ახერხებენ სპერმატოზოიდები, ვერ ახერხებენ კვერცხუჯეთის განაყოფიერებას. სტერილიზაცია ქირურგიული გზით ქალებში, როცა ხდება საშუალოსნოს მილების ამოკვეთა ან გადაკვანძვა ოპერაციული ჩარევით. ამ მეთოდს ქალები ხშირად მიმართავენ რამდენიმე საკეისროს შემდეგ და საკეისრო კვეთის დროს, ანუ წინასწარ თავისი სურვილით აცნობებენ ამის შესახებ ექიმს და ექიმი ატარებს მილების გადაკვანძვას საკეისრო კვეთის დროს. და ამ შემთხვევაში ქალის დაურსულების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. არის ხშირად შემთხვევები, როდესაც ქალს სურს, რომ ისევ აღადგინოს შვილოსნობა და ამ შემთხვევაში ეს არის შეუძლებელი. აი სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენს ამ მეთოდის ერთ-ერთ, ესე ვთქვათ, უარყოფით მხარეს, რადგან მილების სტერილიზაციის, ანუ მილების ამოკვეთის შემდეგ ორსულობა შესაძლებელია მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებით და დაურსულების ფიზიოლოგიური უნარის დაბრუნება შეუძლებელია. ასევე არსებობს მამაკაცების სტერილიზაცია, მსგავსად ქალების ოპერაციული სტერილიზაციისა, როცა ხდება იმ სადინრის დახურვა, გადაკვანძვა, საიდანაც გამოედინება სპერმა და ამ შემთხვევაში მამაკაცს აქვს ორგაზმი ჩვეულებრივ სქესობრივი აქტის დროს, მაგრამ არ გამოიყოფა სპერმატოზოიდები. მე პირადად ჩემს პრაქტიკაში ასეთი პაციენტი არ შემხვედრია, რომლის მეუღლე ან თავად პაციენტი მამაკაცი არის სტერილიზებული ამ მეთოდით. კიდევ ერთი კონტრაცეფციის ფიზიოლოგიური მეთოდი, რომელსაც ეწოდება კალენდარული მეთოდი. კალენდარული მეთოდის გამოყენება შეუძლია ქალს, რომელსაც აქვს რეგულარული, როგორც იტყვიან, საათივით აწყობილი მენსტრუაციები. ამ შემთხვევაში მას შეუძლია მენსტრუალური ციკლის დაახლოებით შუა პერიოდში
და ეს შეადგენს მაგალითად 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში menstruალური ციკლის დაახლოებით მერვე დღიდან menstruალური ციკლის მე-17 დღემდე ის ხმარობს პრეზერვატივს ან არ აქვს სქესობრივი კონტაქტი, ან აქვს შეწყვეტილი აქტი. ხო, შეწყვეტილი აქტი ესეც ფიზიოლოგიური მეთოდია, ეს ნიშნავს იმას, რომ აი მარტივი ენით რო ვთქვათ, მამაკაცი შიგნით არ ათავებს, ხო? როგორც წესი პაციენტები ასე მეუბნებიან, ასე ხსნიან და ამას ქვია შეწყვეტილი აქტის მეთოდი. რომელი კონტრაცეპტივია ყველაზე საუკეთესო? ამ კითხვას ხშირად მისვამენ. არ არსებობს 100%-იანი ეფექტურობის კონტრაცეპტივი. და აქ მნიშვნელოვანია, რომ კონტრაცეპტივი იყოს სწორად დანიშნული და ასევე ქალმა ან მამაკაცმა იცოდეს მისი სწორი მოხმარება და მიღების წესი. ის რაც ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ეფექტური და სასარგებლო, მეორე ადამიანისთვის იგივე კონტრაცეპტივი შეიძლება წარმოადგენდეს უკუჩვენებას. ამიტომ, როცა ექიმი აძლევს რეკომენდაციას პაციენტს კონტრაცეფციის მიღებაზე, ის ითვალისწინებს როგორც მის ასაკს, ცხოვრების წესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი ორგანიზმის სხვადასხვა თავისებურებებს.